ვერელობა მთაწმინდელობა სოლოლაკელობა თბილისში სახალხო ზეიმისათვის მზადება მიმდინარეობს დღეს ძველუბანში ტაბიძის ქუჩაზე კონცერტი და სახალხო მსვლელობაა დაგეგმილი. რა ღონისძიებებია კონკრეტულად დაგეგმილი დავით ქაშიაშვილი საუბრობს პირდაპირ ეთერში. დავით მოგესალმები საკმაოდ უცნაურ ფორმაში ხარ სავარაუდოდ ჩვენ თუ არ ვწდები დღეს ყარაჩოღელობა გადაწყვეტენ. ერთადერთი კავშირი რაც ამ დროისთვის პიროსმანის ამ არაჩვეულებრივ ტილოს ყარაჩოღელებთან აკავშირებს არის ის რომ მეცხვების მსგავსად აქ გადავიღეს ამახსოვრო ფოტო. მართალია დღევანდელ დღეობაზე არ მოვლენ ყარაჩოღელები, თუმცა რეალობად იქცევა ქართული სუფრა, რომელიც პიროსმანაშვილს ამ არაჩვეულებრივ ტილოზე აქვს დახატული. აუცილებლად იქნება დედასპური, იქნება მწვადი და იქნება უგემრიელესი ქართული ღვინო, როგორც რჩევია ხოლმე ზოგადად ქართულ დღესასწაულებს და მათ შორის თბილისურ დღესასწაულებს. დღეს იმართება ვერელობა მთაწმინდელობა სოლოლაკობა 2011 და ამავე დღეობის ფარგლებში რამდენიმე თვის წინ მაჟორიტარმა დეპუტატმა მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა გამოაცხადა ფოტოკონკურსი სოციალური ქსელის მეშვეობით სახელწოდებით ჩემი უბანი. დღეს გამოვლინდნენ უკვე გამარჯვებულები და მე ვთხოვ ოპერატორს გაჩვენოთ ეს ფოტოები. ეს კონკრეტული ფოტო გახლავთ ჯიურის მიერ არჩეული, რომელიც ბეთლემის აღმართია ზამთარში გამოსახული და მეორე ფოტო, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გამოავლინეს, ეს გახლავთ ჩიტაძის ქუჩა. მე შეგახსენებთ, რომ ეს კონკურსი იმართებოდა სახელწოდებით ჩემი უბანი და დღეს გამოვლინდა ორი გამარჯვებული. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი დღევანდელი ღონისძიების. ფოტოზე გადაღებულია მთაწმინდის ერთ-ერთი უბანი, გავაგზავნე ფოტოკონკურსში და გავხდი Facebook-ის მომხმარებლების მიხედვით გამარჯვებული, რამაც ძალიან გამახარა და მივესალმები თუ შემდგომშიც მსგავსი კონკურსები ჩატარდება. მე მივიღე მონაწილეობა Facebook-ში გამოცხადებულ კონკურსში და გავხდი ჟიურის რჩეული და გავიმარჯვე, რისთვისაც ძალიან გახარებული ვარ და ეს ერთგვარი ჩემთვის დიდი სტიმულია, რომ სამომავლოდ ჩემი ასე ვთქვათ მოღვაწეობა გავაგრძელო. როგორც მოყვარულმა ფოტოგრაფმა. დაგეგმილია მრავალი გასართობი სახის ღონისძიებები, ასევე კონცერტი, გამოვლინდება ფოტოკონკურსის გამარჯვებული, რომელიც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ გეგენევას სოციალურ ქსელზე გამოცხადდა ჩემი უბანი. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ადამიანებმა ერთმანეთის ურთიერთობები არ დაკარგონ და ის სპეცი, რითაც ქალაქი თბილისი ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში და რის გამოც უყვართ ქალაქი და ჩამოდიან ამდენი ტურისტები, ისე ავადგინოთ და გავაფართოვოთ. ტურისტებისთვის გაიმართება ფოტოგადაღება, მოგვიანებით იქნება თოჯინების თეატრი და დღის დასასრულს იქნება ქართული სიმღერის დიდი ზეიმი, რადგან როგორც თბილისობას და თბილისურ ღონისძიებებს ჩვევია ხოლმე, აუცილებლად უნდა იყოს აქ ძალიან ბევრი ქალაქური და თბილისური სიმღერა და ქართველი შემსრულებლები საკმაოდ ბევრი რაოდენობით დღეს იმღერებენ ქართულ სიმღერებს. დიდი მადლობა დავით ქაშიაშვილის საუბრობდა პირდაპირ ეთერში ძველი თბილისიდან, სადაც ამ წუთებისათვის უკვე ემზადებიან სოლოლაკელებისა, მთაწმინდებისა და მთაწმინდელების დღესასწაულისათვის. ქრისტიან დემოკრატების